მაშასე მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მორიგი ჩემი პროგნოზი გამართლდა და ეს რა თქმა უნდა სიამოვნებას მანიჭებს. როგორც გახსოვთ, წინა მიმოხილვებიდან ჩემი პროგნოზი იყო, რომ ფასი დაახლოებით 59-58-დან ავიდოდა 70-მდე, რაც გამართლდა კიდევაც და გადაჭარბებითაც კი ავედით, ანუ უფრო მაღლაც კი ავედით, თითქმის 80-ს მივაღწიეთ. მოდით შეგახსენებთ, ვინც პირველად აარღზე და ზოგადად რომ შეხსენების სახით, საიდან დაიწყო და რატომ დაიწყო ეს აღმავალი მოძრაობა. ზოგადად ეს მთლიანი დიაპაზონი იყო აკუმულაცია და ვინც ჩემს Telegram არხზეა გაწევრიანებული, იმათმა იციან, იმიტომ რომ იქ ძალიან ოპერატიულად და სწრაფად ვდებ ხოლმე ანალიტიკას ბიტკოინზე. არაერთხელ მქონდა ნათქვამი, რომ ეს არის აკუმულაციური ბალანსი, საიდანაც გამოსვლა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით, ზედა მიმართულებით, აკუმულაციიდან გამოსვლა საბოლოო ქვედა მიმართულებით არ არსებობს. ანუ აი ამ ცრუ გარღვევების შემდეგ მოდით გავადიდებ, რომ უკეთ დაინახოთ. ეს არის დღიური ტაიმფრეიმი ბიტკოინის ცრუ ბალანსის, არსებული ბალანსის ერთი მეორე ცრუ გარღვევის შემდეგ, რა თქმა უნდა, და ფასის დაბრუნების იგივე დიაპაზონში ეს დიაპაზონი იდენტიფიცირებული იყო როგორც აკუმულაციური ბალანსი, ხოლო აკუმულაციური ბალანსიდან გამოსვლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ზედა მიმართულებით. ესე იგი, აქ გამოჩნდება ახლა ჩემი პირველი ტრეიდი, რომელიც გავხსენი დაახლოებით აი ამ ზონაში, როცა ფასი იმყოფებოდა, ანუ ერთი ცრუ გარღვევა, როცა მოხდა ეს პირველი ცრუ გარღვევა და იმის შემდეგ, რაც ფასი დაბრუნდა, ისევ ბალანსის დიაპაზონში, მაშინ გავხსენი პირველი ჩემი ტრეიდი ლონგში, რა თქმა უნდა, ბიტკოინზე, თარგეტით, მინიმალური თარგეტით, აი ამ მაქსიმუმის განახლებაზე, 67,400, რომელიც იყო და შემდეგ უკვე აღმავალი მოძრაობა, როცა დაიწყო, ეს გარკვეული ბალანსი შეიქმნა, უკვე 70-მდეც კი ვარაუდობდი ასვლას. და მოკლედ, აქ გახსნილი ტრეიდი, განხორციელებული, აი ახლა გამოჩნდება სკრინი. დავკეტე, მაშინ როცა გამოჩნდა ეს ანომალიური მოცულობები, ფასმა გარკვეული დაღმავალი რეაქცია მიიღო, მაშინ უკვე ჩემთვის გადავწყვიტე, რომ არ ღირს დალოდება, ასე ვთქვათ, აი ამ კორექციაში ყოფნა და დალოდება 70-ის, ჩავთვალე საჭიროდ დაახლოებით 66-ზე, დავხურე ტრეიდი საკმაოდ კარგი პროფიტით, ხოლო შემდეგი პროფიტული ტრეიდი გავხსენი დაახლოებით აი აქ 63,000-ის ნიშნულზე და თუ არ ვცდები 68-მდე იყო ტრეიდი აქტიური. ესეც უბრალოდ იმიტომ რომ საკმაოდ კურიოზული მომენტი მოხდა. აი ახლა სკრინის გამოჩნდება, რომ დარწმუნდეთ, რომ მართლა ტრეიდი მქონდა გახსნილი, აქედან 68-მდე, ვგეგმავდი 70-მდე, რა თქმა უნდა, მინიმალური თარგეტით, მაგრამ რატომღაც თეიქი მქონდა 68 რაღაცაზე დაყენებული და მოკლედ იმპულსური მოძრაობის დროს ავტომატურად დაიხურა ჩემი ტრეიდი, პროფიტით, რა თქმა უნდა, რაც არ შეიძლება რომ არ მახარებდეს. ეს ერთი. რატომ გავხსენი მოდით დავიწყოთ თავიდან, რატომ გავხსენი პირველი ტრეიდი ამ დიაპაზონში და რატომ გავხსენი შემდეგ მეორე ტრეიდი. პირველი ტრეიდი გაიხსნა 59,000-ის დაახლოებით ნიშნულზე, იმიტომ რომ დავინახე ცრუ გარღვევა ბალანსის დიაპაზონის, უკან დაბრუნება, მინიმუმებზე მსხვილი კლასტერები. მეგობრებო, რატომ არის ეფექტური მოცულობით კლასტერული ანალიზი? იმიტომ რომ თქვენ ხედავთ უშუალოდ სანთლებში რა ხდება. ანუ უშუალოდ სანთლებში რაც ხდება ჩვეულებრივი სანთლურ რეჟიმში,
აი აგერა ესე შევცვლი, ამას ვერ დაინახავთ. თქვენ შეიძლება დაინახოთ თლიანად სანთელში რამდენი მოცულობა გავიდა, მაგრამ ვერ დაინახავთ კონკრეტულად რომელ ზონებში გავიდა. ასე რომ მოცულობით კლასტერული ანალიზი მაგიტომაც არის ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ ხედავთ კონკრეტულ ზონებს, სადაც დაფიქსირდა მყიდველის ან გამყიდველის აქტივობა. დავინახე მყიდველის აქტივობა მინიმუმებზე საკმაოდ მაღალი ანომალიური მოცულობების დაფიქსირება, ფასი ბრუნდება უკან დიაპაზონში, ბალანსის დიაპაზონში. ამ დროს ვიღებ გადაწყვეტილებას გავხსნა ლონგი, რა თქმა უნდა, არ იყო ყველაზე ოპტიმალური ფასი, იმიტომ რომ უფრო დაბლად შემეძლო გახსნა. 59-ზე დაახლოებით, ოდნავ მეცზე გავხსენი ლონგი, თარგეტით 67-მდე დაახლოებით, მოკლედ აი ამ მაქსიმუმის განახლებაზე 67,600 რაც იყო. და სტოპი მოვათავსე 57-ზე. შეიძლებოდა დახურულიყო ჩემი ტრეიდი სტოპით, რა თქმა უნდა, შეიძლება აი ამ მეორე ცრუ გარღვევის დროს უბრალოდ ჩემი სტოპით დახურულიყო ტრეიდი და შემდეგ ბალანსში დაბრუნებულიყო ფასი. რას ვიზამდი ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ხელმეორედ გავხსნიდი ტრეიდს. იმიტომ რომ კიდევ ერთი დასტური მექნებოდა იმისა, რომ ჩემი ანალიტიკა, ჩემი ის აზრი, რომ უფრო მაღლა აპირებს ასვლას ფასი და ამ ზონაში გვყავს მსხვილი ლიმიტური მყიდველი, კიდევ ერთხელ დადასტურდებოდა. ძლიერი მყიდველის ფასი არ შეიძლება ძლიერი მყიდველის მიზანი არ შეიძლება ყოფილიყო სხვა რამე გარდა როგორც მინიმუმ არსებული მაქსიმუმის განახლება 67,600-ზე. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ არსებულ ბალანსში, აქ უკვე ახალი ბალანსი, მსხვილ ბალანსში შეიქმნა კიდევ პატარა ზომის ბალანსი და კი, რა თქმა უნდა, გარკვეული კორექცია მივიღეთ, არ ეგრევე ვერ განვაახლეთ 67,600-ის მაქსიმუმი. გარკვეული კორექცია დიდხანს ყოფნა მოგვიწია ბალანსში და რატომ გავხსენი თითქმის 63,000-ის ნიშნულზე ახალი long პოზიცია. იმის შემდეგ, რაც 66-ზე დავხურე წინა long პოზიცია. იმიტომ რომ დავინახე, რომ ფასის ჩამოსვლის შემდეგ 63-ზე და ოდნავ უფრო ქვემოთ, არ მისული 62-მდე, დავინახე ისევ იგივე სურათი, რაც დაფიქსირდა თუნდაც აქ. ფასი ჩამოდის, მინიმუმებზე ფასის სანთლის ფიქსირდება ანომალიური აქტივობა, ანომალიური მოცულობები ფიქსირდება, ფასი შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში, ეს არის დღიური ტაიმფრეიმი, კიდევ დამატებით 2-3 დღის განმავლობაში დგას იგივე დიაპაზონში. ამ დროს მე ვხედავ, რომ მიუხედავად ძლიერი მარკეტ გაყიდვებისა, ფასი არ ინძრევა ადგილიდან. დგას იგივე დიაპაზონში, რაც ნიშნავს იმას, რომ მსხვილი ლიმიტური მყიდველი შთანთქავს შეთავაზებას მარკეტ გამყიდველის მხრიდან საკუთარი ლიმიტური ორდერებით და რა უნდა გააკეთოს ამ დროს. რა თქმა უნდა, უფრო მაღლა აიყვანოს ფასი. როგორც მინიმუმ 67,600-ის მაქსიმუმი უნდა განაახლოს, როგორც მაქსიმუმ, უფრო მაღლა ასვლა, რა თქმა უნდა, მე ვერ ვიწინასწარმეტყველებდი იმას, რომ 70-ზე უფრო მაღლა ავიდოდით. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩემი მინიმალური თარგეტი იყო 70, უფრო ვარაუდობდი, რომ 70-დან გარკვეულ დაღმავალ რეაქციას მივიღებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ საკმაოდ იმპულსურად გავაგრძელეთ აღმავალი მოძრაობა. მოდით ახლა და ამ დროს რა თქმა უნდა, ყველაზე ძალიან ამ სიტუაციას უხდება ის, რომ ვთქვა, რომ მე ხომ ვიძახდი, რა თქმა უნდა, არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ ვიძახდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ბრჭყალებში ვყვიროდი Telegram არხზე ანალიტიკას როცა ვდებდი ყოველდღიურად, რომ აქედან არანაირი დაღმავალი რეაქცია არ იქნება, იმიტომ რომ ლიმიტურმა მყიდველმა ჯერ 58,000-ის ნიშნული,
58,000-ის ნიშნული დაიჭირა, შემდეგ საკუთარი, ასე ვთქვათ, პოზიცია გაამყარა უკვე 63,000-ის ნიშნულის დაჭერით. ანუ არ უნდოდა რომ ფასი უფრო ქვემოთ დავარდნილიყო. მოკლედ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ასეთი აღმავალი რეაქცია, საკმაოდ კარგი, საკმაოდ ძლიერი, მთლიანად აი ამ აპტრენდის დროს ჩვენ ვხედავთ, რომ მაქსიმუმებზე არ ფიქსირდება არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა გამყიდველის მხრიდან, ხოლო 20 აგვისტოს სანთელში არ არის მაქსიმალური ნიშნულები, რომს ყოფილიყო ფასმა გადალახა ეს მოცულობები, ფიქსირდება ძალიან მსხვილი ანომალიური მოცულობებით კლასტერები, ფასმა გადალახა, რა თქმა უნდა, ეს კლასტერები და შესაბამისად ეს მოცულობები უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არის მყიდველის, იმიტომ რომ მყიდველმა უფრო მაღლა აიყვანა ფასი, მაგრამ ჯერ ამ კლასტერების დატესტვა არ მომხდარა. ახლა რა არის ჩემი პროგნოზი, მორიგი. ეს მაქსის ნიშნული არის აი ამ ლოკალური მაქსიმუმის ნიშნული დაახლოებით 83,000-ზე. როგორც ხედავთ, ფასი გაჩერდა, ფასის აღმავალი მოძრაობა გაჩერებულია დროებით ყოველ შემთხვევაში. ახლა რას ველოდები? ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ გარკვეულ დიაპაზონში, მოდით მოვნიშნავ, კონკრეტულად დიაპაზონი არ არის იმდენად საინტერესო კი არა და თვითონ დიაპაზონს ჯერჯერობით ვერანაირად ვერ მოვნიშნავ სწორად, იმიტომ რომ ფასი ჯერ ყალიბდება, თვითონ ბალანსი ჩემი აზრით ჯერჯერობით ყალიბდება და ეს შეიძლება ამ პროცესმა შეიძლება გასტანოს არაერთი კვირა. შემდეგ სავარაუდოდ მოხდება ასეთი რამ, ანუ ფასი იმოძრავებს ასე ბალანსის ფარგლებში, შემდეგ მოვა დატესტავს აი ამ მსხვილ მოცულობას მყიდველის და იმ შემთხვევაში თუ დავინახე რეაქცია ამ მოცულობიდან, რომელიც იმყოფება 72,000-ის ნიშნულზე. დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, ჩვენთვის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენი ინტერესის ზონა არის 72,000. 72,000-ის ნიშნულის დატესტვის შემდეგ თუ დავინახეთ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეეხოს იუველირულად მარტო 72,000. შეიძლება ოდნავ უფრო ღრმათად ჩავიდეთ 71,500-ზე, ანუ აი ესე დაახლოებით, ოღონდ არა ძალიან ღრმად. თუ დავინახეთ დატესტვა და რეაქცია 72,000-დან, შემდეგი მიზანი არის, გაჩვენებთ, შემდეგი მიზანი იქნება უკვე აი ეს მოცულობითი ზონა და მისი ფარგლები, მოდით მოვნიშნავ, აი ასე. შემდეგი ზონა იქნება, ჩემი აზრით, მინიმალური ტარგეტით ვიძახი. 72-დან ავდივართ უკვე დაახლოებით 93,000-ის ნიშნულზე. 87-დან 93-მდე იქნება ჩვენი ტარგეტი. რა თქმა უნდა, ამ ზონების მიღწევისას უნდა შევხედოთ, როგორი რეაქცია იქნება ფასის მხრიდან, ანუ რა რეაქციას მიიღებს ფასი ამ მონიშნული ზონიდან. შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიაროთ ზოგადად ძალიან იმპულსურად, არც მივაქციოთ ყურადღება ამ დიაპაზონს და მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იხსნება შემდეგი მოცულობითი ზონა, რომლის დიაპაზონია უკვე 110,000 და შემდეგ უკვე აქედან ვიმუშავებთ, მოკლედ. რა თქმა უნდა, ოპერატიულად გამოუშვებ აპდეიტებს მიმოხილვის და ვიფიქრებთ, გავაანალიზებთ, რა შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით ველოდებით 72-ს, 72-დან მე პირადად თუ დავინახე
ის რეაქცია ფასის მხრიდან, რომელსაც ველოდები ყოველ შემთხვევაში, აღმავალი რეაქცია, გავხსნი long პოზიციას მინიმალური მიზნით 91-93,000. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მეგობრებო. გამოიწერეთ Telegram არხი, იქ ძალიან ოპერატიულად ვდებ ყოველდღიურად, დღეში რამოდენიმეჯერ ვდებ განახლებას მიმოხილვების, აპდეიტებს, ყველანაირ განახლებას ვდებ დღეში რამდენიმეჯერ, ასე რომ გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, ასევე გამოიწერეთ YouTube არხი, დაალაიქეთ ვიდეო, სურვილის შემთხვევაში დაწერეთ კომენტარი, ძალიან მადლობელი ვიქნები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.